რესპონდენტის როლში ყოფნა აქ ჩემთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან გარკვეული პერიოდი ფორმულაში ჟურნალისტად მუშაობდი. სიუჟეტი გავაეთარში და ამ დროს ჩვენ შევალთ დავსხდებით სტუდიაში. გამარჯობათ. ვიდრე ეთერში შევალ, დარჩა რამდენიმე წუთი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. და საინტერესოა ყველა პერსპექტივა მათ შორის. კი ბატონო, კი და ალბათ ახლა დავიწყოთ თქვენგან. მოდი ვისაუბროთ რა არის შეიძლება პოზიტიური ამ ყველაფერში, რა არის ნეგატიური, რა არის პრობლემური და რა არის იმდენად სარისკო, რაც ჩვენი შვილების მომავალ შეიძლება ეხებოდეს ამ არსებით. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დამიტოვა განათლების რეფორმის პრეზენტაციამ. სიმართლე გითხრათ, კითხვები უფრო მეტი დამიტოვა, ვიდრე პასუხები გავეცი. როგორ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სკოლის ფორმა რამენაირად გამოასწორებს სიტუაციაში, მაშინ, როდესაც სკოლებში ელემენტარულად ტუალეტები არ არის მოწესრიგებული. თხევადი საფრთხე არ არის. ტუალეტის ხაღალდები არ არის. ბევრი ბავშვის და მსმენია, რომ თავს იკავებენ ტუალეტში არ შედგენ და ბრუნდებიან სახუცეთ კი ღირსების შემლახავი. რა თქმა უნდა, ღირსების შემლახავი, იმიტომ რომ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს ეს ინფრასტრუქტურა.